სულ ახლა ხანს დაიწყო საქართველოსთან დაკავშირებით განხილვა კონგრესის ქვედა პალატაში, სულ ცოტა ხნის წინ სიტყვით გამოვიდა რესპუბლიკელი კონგრესმენი ფლორიდიდან ბრაიან მასტი და ამ წუთებში უსმენდი, სანამ თქვენთან ეთერში შემოვიდოდი, ასევე მერილენდის დემოკრატიული პარტიის მერილენდის შტატის წარმომადგენელს. ორივე პარტია ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ რესპუბლიკური პარტია და დემოკრატიული პარტია ორ შეთანხმებულად უჭერენ მხარს მეგობარი აქტის მიღებას და ისინი მოუწოდებენ კოლეგებს კონგრესის ქვედა პალატაში, რომ სხვებმაც გამოუცხადონ ეს მხარდაჭერა ქართულ ხალხს. და როგორი არის მოლოდინი, როგორ ფიქრობ? მე ვკითხე წინა რესპონდენტებსაც და აქვე მინდა გკითხო, არსებობს თუ არა რაიმე შემაფერხებელი გარემოება, რამაც შეიძლება, ასე ვთქვათ, არ ვიცი, ხელი შეუშალოს ამ აქტის წინ წაწევას? როგორც მითითებულია დღის წესრიგში, დღეს საფინალო კენჭისყრა უნდა იყოს კონგრესის ქვედა პალატაში, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოოდ კონგრესის ქვედა პალატა უკვე დაამტკიცებს მეგობარ აქტს. სწორედ ეს იყო მნიშვნელოვანი ფლორიდის წარმომადგენლის განცხადებაში, რომ დღეს მან თქვა ასეთი რამ, რომ დღეს უნდა ვაჩვენოთ ქართულ ხალხს, კონგრესის ქვედა პალატამ უნდა აჩვენოს ქართულ ხალხს, რომ კონგრესი ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, კონგრესისთვის მნიშვნელოვანია თუ როგორ ვითარდება მოვლენები საქართველოში და ამისთვის აუცილებელია, რომ ამ ორპარტიულ დოკუმენტს კონგრესის ქვედა პალატამ ერთობლივად დაუჭიროს მხარი. წესით არ უნდა არაფერს გამორიცხვა არ შეიძლება ზოგადად, მაგრამ არანაირი დაბრკოლება არ უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ ეს დოკუმენტი კონგრესის ქვედა პალატამ სრული უმრავლესობით მიიღოს და პროცედურულად წესით რამდენიმე საათში ჩვენ უკვე პასუხი გვეცოდინება. როგორც იცით, კონგრესის ქვედა პალატაში მხოლოდ მეგობარი აქტი არ განიხილება, სხვადასხვა საკითხი არის წარმოდგენილი, სხვადასხვა კანონპროექტია წარმოდგენილი, ასე რომ შესაძლოა დღეს ცოტა დროში გაიწელოს, თუმცა ვაშინგტონის დროით დღის ბოლომდე ჩვენ უკვე გვეცოდინება რამდენმა ამერიკელმა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი მეგობარ აქტს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა.